მე და ქრისტი მივედით ბათუმის კონტაქტურ ზოოპარკში, სადაც შეგიძლიათ ცხოველებს მოეფერო. პირველ რიგში შესვლისთანავე მე და ქრისტი მივიყიდეთ სხვადასხვა გემრიელობები ცხოველებისთვის და პირველი რომელიც ცხოველს ნახეთ იყო ქვეწარმავალი ხალხო. გველი წარმოიდგინეთ, გველს დაიჭერდით თქვენ თვითონ, შეძლებდით, მითხარით, დაწერით კომენტარებში, შეძლებდით გველის დაჭერას. ყოველთვის მეშინოდა გველების, მაგრამ ეს გველი დავიჭირეს საერთოდ უპრობლემოდ. ამიტომ ამ ადგილს თუ ეწვევით, აუცილებლად თხოვეთ, რომ გველი დაგაჭერინოთ. შემდეგი ცხოველი რომელიც იყო ყველაზე საყვარელი ცხოველი, ენოტი. რამდენიმეჯერ საჭმელი შევთავაზეთ, თუმცა იმ ხელა ღიპი ქონდა უყურეთ, რომ საერთოდ არ უნდა საჭმლის ჭაბა. ალბათ დიეტაზე იყვნენ და თავის თავს უფრთხილდებიან მაინც რო არ გასუქდნენ. შემდეგი ცხოველი იყო თხა, ცხვარი თუ რაღაცა მსგავსი მოკლედ. არ ვიცი ეს კადრები საერთოდ რაიად დაუწერო, მაგრამ ძალიან საყვარელი თხა და ცხვარი იყო. ამ თხის მერე ხალხო მივედი თუთიყუშთა და ეს თუთიყუში რაღაცას მერჩოდა, სულ მეჩხუბებოდა, სულ მკბედა. არ ვიცი რა დაუშავე. საჭმელის მიუტანე რაღაცა ცხვირთან მეთქი ან შეჭამს ან რაღაცა მოვეწონები თქვა საჭმლის გამო, მაგრამ არ მიკადრა. სწორედ ამიტომ წავედით სხვა ცხოველთან, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, თუმცა ძალიან მაგრად მოსწოდა, თხილები იღებდა და ტეხავდა. ასევე თვითონ ცხოველი კი იყო პატარა, მაგრამ დიდი ჰქონდა. შემდეგი ცხოველი იყო ეს ზღვის გოჭი, რის უთხარი ძალიან გავს მეთქი და ჭიქა ჩამარტყა თავში. ასევე ამ ზოოპარკში ყავთ ძალიან საყვარელი კატები, აი მოფერება უყვართ სასწაულად, ასეთ თბილი კატები არსად არ მინახავს. ქრისტი მაიღო სტაფილო, მივიდა კურდღელთან და აი წარმოდგენაც კი არ აგაქვთ, რამდენად საყვარელი იყო ეს კურდღელი. თავისთვის წყნარ შვიდად აცმაცუნებდა თავის სტაფილოს და მივიდა კიდე მეორე კურდღელი მერე მაგასთან და უდოდა რომ წაერთვა ეს სტაფილო. ამის შემდეგ მივედით ქათმებთან, ძალიან ბევრი განსაკუთრებული ქათა მიიღო, თუმცა ეს მამალი არავის არ უშვებდა საკვებთან. ამიტომ ქრისტიმ გადაწყვიტა თავისი სოფელში გატარებული ბავშვობა გაიხსენებინა და დაეყარა ეს საჭმელი ქათმებისთვის. შემდეგი ცხოველები იყვნენ ხვლიკისებრთა ოჯახიდან, არც ამის სახელი არ მახსოვს, თუმცა იყო ძალიან საყვარელი, ძალიან წყნარი და შეგეძლოთ რომ შვიდად მოფერებოდით, უყურეთ უბრალოდ რამდენად ლამაზი არის. ვისაც გეშინიათ ცხოველების, ქვეწარმავლების, გველების და ასე შემდეგ, შეგიძლიათ მიხვიდეთ ამ ზოოპარკში და თავისუფლად დაძლიოთ თქვენი შიში.